ჩვენ აქ შეკრებილი საზოგადოება გვინდა ორიოდე სიტყვით ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ იმ უსამართლობის, იმ უკანონობის, აღვირახსნილობის და პატივისა და ღირსების შელახვის გამო, რომელიც გუშინ გახდა ქართული საზოგადოებისათვის ცნობილი. ეს კადრები ალბათ მოივლის მსოფლიოს და ჩვენი ხელისუფლება, რომელმაც აი ამ ქალაქში სწორედ ერთხელ უკვე თავი მოგჭრა სამარცხვინოდ და უკან დაიხია მთავარსარდალმა და დაიჩოქა, დღეს მთელი მსოფლიოს კიდევ ერთხელ დაანახა თუ როგორი რეალური სახე გააჩნია ამ რეჟიმს. მე ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, ერთ-ერთი თქვენგანი, ერთ-ერთი ქართველი ვარ, რომელმაც ამ ხელისუფლების ძალადობა საკუთარ ოჯახზე გამოვცადე. არა მარტო ძალადობა, არამედ მათი სისხლიანი ხელები მოგატირცუთა. გაღიზიანებული ვარ იმ კადრების მერე, რაც მე გუშინ ვნახე. ტელეკომი თვალი არ მომიხუჭა. წარმოიდგინეთ რა დღეში ვიქნები ადამიანი, რომელსაც ერთი წლისა და ხუთი თვის წინ მკვდარი გამომიტანეს. ეს არის ჩემი შვილი, რომელიც არაფრის გულისთვის ბურვე ჩასვს ნარკოტიკები ჩაუდეს ჯიბეში და 9 წელი პატიმრობა მიუსაჯეს და 3 წლისა და 3 თვის თავზე მკვდარი გამომიტანეს. სასტიკად ნაწამები რის თაობაზე ცუღუნას ქონდა მთელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ინფორმაცია სუღუნას უაცნობენ. ჩემი შვილის სიცოცხლეში 6 თვით ადრე სუღუნას მისწერა მურთაზ უდელავას, სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუს, ლაშა თორდიას, პარლამენტის თავმჯდომარეს, ახალგაზრდა იურისტებს სუღუნას თხოვდა დახმარებას და მხარში დგომას სუღუნას ეუბნებოდა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა, რომ მას სიკვდილით ემუქრებოდნენ და არც ერთ შემთხვევაში ცოცხალს არ გამოუშვებდნენ ციხიდან, მაგრამ მაპატიეთ და ყურიც არავის შეუბერდღია. ამ საზარელი ფაქტის შემდეგ წელიწადი და 5 თვე გავიდა. არავის დაზარალებულად არ უცდივართ, არავის არაფერი უკითხია, მიუხედავად იმისა, რომ სახელებსა და გვარებს ვასახელებ, ვინც ფიზიკურად მომიკლა, ვინც ემუქრებოდა ფიზიკურად, ვინც აწამებდა სახელებსა და გვარებს ვიძახი და არავის არაფერი არ უკითხია. არა, ყურად კი არ იღეს, თვითონ ჩემმა შვილმა თავი ჩამოიხრჩო, მოკლეს წამებით და მერე ჩამომიკიდეს. მე იმიტომ ვდგავარ დღეს აქ თქვენს წინაშე. ჩემ შვილს აღარაფერი ეშველება, მე ვიცი, შემომხედეთ შავწადებში ჩაცმულს. მე მინდა თქვენ შვილებს აღარ დაემართოთ ესეთი რაც მე. თქვენ აღარ ჩაგაცვალ ქართველ დედებს დადები და დღეში ძმევარ ერთადერთი შვილი, ერთადერთი ნანინანატრად გაზრდილი შვილი. აი ასეთი გამომიყვანეს წამებით მოკლული ხარ.